სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სოფლის ახალგაზრდები ამჯერად ინტელექტში და ლოგიკურ აზროვნებაში საკუთარი თავის გამოცდის სურვილმა გააერთიანა და სწორედ ასე შედგა სოფლის საჯარო სკოლის შენობაში თამაში რასად როდის. შეჯიბს ტრადიციულად უცვლელი წამყვანი ავთანდილ სირბილაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის სათანადო შეკითხვები მოამზადა და თამაშის მონაწილეებს რამდენიმე საათის სასარგებლოდ და საინტერესოდ გატარების საშუალება მისცა. თამაში საკმაოდ აზარტულად წარიმართა. შეკითხვები, რომელიც დარბაზში ისმოდა, გარდა ცოდნის და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვდა. შესაბამისად, ხშირი იყო პასუხის გამოცნობის სიხარული და ასევე არაერთხელ დამარცხებით გამოწვეული იმედგაცრუებაც. მონაწილეები ორ გუნდად იყვნენ დაყოფილნი. პირველი გუნდის თამაში ანგარიშით 6-4 დასრულდა, ხოლო მეორე გუნდმა ბევრად უფრო იყო ჩაღა და შეჯიბრი ინტელექტუალური შეკითხვების წინააღმდეგ ანგარიშით 6-0 დაასრულა. დასასრულს მონაწილეებმა სიმბოლური პრიზები მიიღეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის „ისწავლე და იმოქმედე“ ახალგაზრდები გურიის განვითარებისთვის ფარგლებში გაიმართა. მე და ჩემმა გუნდმა „ისწავლე და იმოქმედეს“ ფარგლებში მოვიგეთ პროექტი, რომლის განხორციელების თარიღი იყო 16 და 17 აგვისტო. ანუ ეს ორი დღე იყო ყველა მონაწილესთვის და განსაკუთრებით ჩოხატაური ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული. პირველ დღეს, ანუ 16 აგვისტოს ჩატარდა სამაგიდო თამაშები, როგორიცაა ბავშვებისთვის ყველა საყვარელი მაფიის ტურნირი და ასევე ჭადრაკის ტურნირი, ხოლო დღეს ტარდება ყველაზე ინტელექტუალური თამაში რასად და ასევე შემდგომ იქნება ფილმის ჩვენება. დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის და სამომავლოდაც გავაგზავნებთ ამ მიმართულებით უფრო მეტი პროექტების შემოტანას მათთვის. ძალიან აზარტული თამაში იყო, მართლა ძალიან საინტერესო იყო პირველ რიგში და გამოცდილება მივიღე, რაც არ ვიცოდი. გავიგე ახალი სიახლეები, ბევრი რამ. და ჩემ მაქსიმუმ გავაკეთე რა თქმა უნდა. ეს იყო ჩემთვის პირველი რასად როდის, ანუ პირველად მივითამაშე და ძალიან მიხარია რომ მოვიგე მეგობრებთან ერთად განსაკუთრებით. ის იყო რომ ყველა ძალიან გუნდურად თამაშობდით და ერთმანეთს უსმენდით, რაც მთავარია სმენა იყო აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და ცოტა კი ნერვიულობდი და ისე რაც ემოციური ადამიანი ვარ, მეტყობა და ალბათ შეატყობდით, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და აუცილებლად მომავალშიც მივიღებ მონაწილეობას.